შენ ის ვიდეო თამაში არ გიყიდია. უბრალოდ დროებითი ნებართვისთვის გადაიხადე და ახლა Amazon-ი აპირებს ის გაანადგუროს. სოფლიოს უმსხვილესი საცალო მოვაჭრე ფაქტობრივად აპირებს, რომ გარკვეული შეძენილი თამაშები ათასობით მომხმარებლის ბიბლიოთეკიდან წაშალოს მათ Luna-ის ღრუბლოვან გეიმინგ სერვისზე. და მიუხედავად იმისა, რომ გგონია ისინი ვერ წაგართმევენ იმას, რისთვისაც სრულად გადაიხადე, Amazon-ის იურისტები ამჟამად ფედერალურ სასამართლოში ამტკიცებენ, რომ ის კიდვის ღილაკი, რომელიც დააჭირე, უბრალოდ მარკეტინგი იყო და არა საკუთრება. თავი პირველი 10 ივნისის გამოსახლების შეტყობინება. 2026 წლის 10 ივნისს Amazon Luna-ს მომხმარებლებს გაღვიძებისას ისეთი ელფოსტა დახვდებათ, რომლის ნახვაც არც ერთ მოთამაშეს არ უნდა. გრუბლოვანი გეიმინგის სერვისი, რომელსაც ისინი იყენებდნენ ბიბლიოთეკის სამართავად, რომელიც ეგონათ რომ ეკუთვნოდათ, იცვლება. და ეს ცვლილებები ფაქტობრივად გააქრობენ ამ ბიბლიოთეკის დიდ ნაწილს. სერვისი თავად კვლავ იარსებებს, მაგრამ ის ნაწილი, რომელიც საკუთრების განცდას გაძლევდათ, სწორედ ის აღარ იარსებებს. 2026 წლის აპრილის დასაწყისში Amazon Luna მთლიანად შეწყვიტა ცალკეული თამაშების გაყიდვა თავის პლატფორმაზე. მაღაზია დაიხურა და პირდაპირ შესყიდვები ერთ ღამეში დასრულდა. ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი, რაც მომხმარებლებმა მანამდე იყიდეს, ეხლა დროებითია, რადგან ივნისის ვადის დადგომისას ამ თამაშებზე წვდომა სამუდამოდ გაუქმდება. არც ბიბლიოთეკა, არც წვდომა. უბრალოდ გააქრება. მოთამაშეები აჭერდნენ ღილაკს, სადაც ეწერა შეიძინე და თითოეულ ამ ტრანზაქციაში რეალურ ფულს იხდიდნენ. ზოგჯერ თითო თამაში 60-დან $70-მდე. და Amazon-ის ოფიციალური პოზიცია, რომელიც პირდაპირ წერია მათივე მხარდაჭერის გვერდზე არის ის, რომ მომხმარებლებს უკან 1 ცენტიც კი არ ეკუთვნით. შეადარეთ ამას იმას, რაც მოხდა, როცა Google-მა Stadia დახურა. Google-მა, კომპანიამ, რომელიც მომხმარებლებისადმი განსაკუთრებული გულუხობით არ გამოირჩევა, სრულად დააბრუნა თანხა ყველა თამაშზე, რომელიც მის ახლა უკვე გაუქმებულ ღრუბლოვან გეიმინგ სერვისზე იყო შეძენილი. Amazon-მა ეს პრეცედენტი ნახა, მათ ეს შეისწავლეს. მათი იურიდიული გუნდები ამ საკითხს გადახედეს და სხვა გადაწყვეტილება მიიღეს. მათი Luna სერვისი წყვეტს ფუნქციას, რომელსაც ეწოდება Bring Your Own Library. ეს ფუნქცია მომხმარებლებს საშუალებას აძლევს დააკავშირონ თავიანთი არსებული თამაშების ბიბლიოთეკები GOG-დან, EA-დან და Ubisoft-დან და ითამაშონ Amazon-ის ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის საშუალებით. ეს ფუნქცია 3 ივნის გაითიშება. ერთი კვირით ადრე, ვიდრე მესამე მხარის თამაშების საბოლოო წაშლა მოხდება. რაც შეეხება ყველა იმ შენახულ მონაცემს, ასობით საათის პროგრესს, რომელიც ჩადეთ ციფრულ ფერმებსა და სამყაროში, Amazon-ის საშუალებას მოგცემთ ჩამოტვირთოთ ისინი 10 ივნისის შემდეგ 90 დღის განმავლობაში. ამის შემდეგ სექტემბერში ეს ფაილები სამუდამოდ წაიშლება Amazon-ის სერვერებიდან. გაგრძელება არ იქნება, გამონაკლისიც არ იქნება. Amazon-ის მხარდაჭერის გვერდი აღნიშნავს, რომ უნდა ჩამოტვირთოთ თქვენი შენახული მონაცემები, რაც შეიძლება მალე და შეამოწმოთ მათი თავსებადობა თქვენთვის სასურველ პლატფორმასთან. რა თქმა უნდა, ისინი ვერ დაგიდასტურებენ, რომ ეს იმუშავებს სხვა სათამაშო სერვისებზე. თქვენი ფული დაკარგულია, თქვენი თამაშები აღარ დარჩება იქ, სადაც იყიდეთ და თქვენი პროგრესი შეიძლება გადავიდეს. შეიძლება, ლება, არ. ეხლა კომპანია გირჩევთ სწრაფად იმოქმედოთ. იმავდროულად კი აღიარებს, რომ შეიძლება არც იყოს რაიმე, რისთვისაც სწრაფად მოქმედება ღირს. Luna მომავალში თავის შიდა თამაშების ბიბლიოთეკას თავად შეარჩევს და თქვენ შეგიძლიათ ან მიიღოთ ეს, ან უარი თქვათ. წლების განმავლობაში ადამიანები აფრთხილებდნენ რეალური ფულის ღრუბლოვან ბიბლიოთეკებში ჩადების რისკებზე. შიშით რა მოხდებოდა თუ ერთ დღეს ეს საფუძველი საბოლოოდ ჩამოიშლებოდა. და ეხლა ჩვენ რეალურ დროში ვხედავთ ერთ-ერთ შედეგს. ეს ციფრული გამოსახლების შეტყობინების ტოლფასია. შენი ნივთები ქუჩაზეა დადებული და თუ 90 დღეში არ აიღებ, Amazon სიხარულით გადააგდებს მათ ნაგავში. რაც აჩენს კითხვას. ეს საერთოდ როგორ არის კანონიერი? მეორე თავი, ხიდვის ღილაკის ტყუილი. ყველა თავისი პრობლემის მიუხედავად, Luna-მ, როგორც ადრე Stadia-მ, თავისი მიმზიდველობით დაიწყო. გეიმერების გარკვეული ტიპისთვის Luna საკმაოდ ელეგანტური გადაწყვეტა იყო. ისედაც იხდიდი, Prime-ზე სერვისი ბონუსად გეძლეოდა და თუ მეტი გსურდა, Luna Premium-ი თვეში $9 და 99 ცენტი AAA კლასის თამაშების ცვალებად კატალოგს გაძლევდა. როდესაც Amazon-მა სერვისი 2025 წლის ოქტომბერში ხელახლა გაუშვა, მას სახელი შეუცვალა და ოჯახური პარტი თამაშებისთვის შექმნილ ფუნქციაზე დააფუძნა, ხოლო მარკეტინგში რატომღაც Snoop Dogg-ი ჩართეს. იმიტომ რომ, ხო, Snoop Dogg. ეს შეთავაზება მიმზიდველი იყო საშუალო ოჯახებისთვის, რომლებსაც არ სურდათ ტექნიკის კონფიგურაციებთან, ინსტალაციებთან, ან 3 საათიან პირველდრიან პატჩებთან შეჭიდება, რომლებიც მთელ შუა დღეს გართმევდა. საჭირო იყო მხოლოდ მისულიყავი, დაგეჭირა play და დაგეცვო თამაში. ეს მარტივი იყო. სერვისს ყავდა თავისი გულშემატკივრები, თუმცა ბევრი არა. როგორც უმეტესობა ღრუბლოვანი გეიმინგის პლატფორმებისა, მასაც ჰქონდა პრობლემები input lag-თან და დაყოვნებასთან. მოწყობილობების მხარდაჭერა არასტაბილური იყო. ახალი თამაშები ნელა ჩნდებოდა და მუდმივად არსებობდა შიში, რომ ეს სერვისი დიდხანს ვერ გაძლებდა. განსაკუთრებით მაშინ, როცა რეპუტაციით Google Stadia-ს ჩამორჩებოდა. მაგრამ მესამე მხარის ბიბლიოთეკების ინტეგრირების შესაძლებლობამ მას მოქნილობა მიანიჭა. ასევე იყო შესაძლებლობა AAA კლასის თამაშები 1080p გარჩევადობითა და წამში 60 კადრით გაგეშვა სტრიმინგით. თორეცა პირობები შესაბამისი იყო, ეს კარგად მუშაობდა.
და შესაძლებლობა რომ უშუალოდ Ubisoft-ის თამაშებში გადახვიდე ჩამოტვირთვების, საცავის ლიმიტებისა და ლაუნჩერის პრობლემების გარეშე, ნამდვილად მიმზიდველი კონცეფცია იყო. ბოლო განცხადების შემდეგ ლუნას რამდენიმე ერთგული ფანი უკვე აზრს იცვლიდა. ყველაფერი, რასაც ლუნაზე თამაშობ, ფასიანი ტიტულებია, თქვა ერთმა გულდაწყვეტილმა. მგონი ლუნასთან ჩემი ურთიერთობა დასრულდა. Amazon-ის პასუხი კი კლასიკური კორპორატიული იყო. მათ სანაცვლოდ ლუნა პრემიუმის უფასო გამოწერა შესთავაზეს, რაც რა თქმა უნდა მომხმარებლებს ლუნას ეკოსისტემაში აბამდა. ეს არაფერს ცვლიდა იმ მესამე მხარის თამაშებისთვის, რომლებშიც უკვე გადაიხადეს და თამაშობდნენ. რაც გვაბრუნებს იმ იურიდიულ სტრუქტურასთან, რომელიც მსგავს რეაგირებას არამხოლოდ შესაძლებელს, არამედ კანონით დაცულს ხდის. რადგან თუ ერთი სიტყვაა, რომლის გამოყენებაც Amazon-ს ახლა არ უნდა, ეს არის ფლობა. 2025 წლის აგვისტოში კოლექტიური სარჩელი შეიტანეს აშერეშოს ვაშინგტონის დასავლეთის ოლქის საოლქო სასამართლოში. მოსარჩელე იყო კალიფორნიელი სახელად ლისა რეინგოლდი. მისი ბრალდება იყო, რომ Amazon-ი აწარმოებდა იმას, რასაც მან შემოტყუებას და შეცვლას უწოდა. ისინი აჩვენებდნენ ფილმის ხედვის ღილაკს, მაშინ როცა მომხმარებლებისთვის რეალურად რას კედულობდნენ, ეს დამალული იყო რთულ იურინაში დასტურების ეკრანის ბოლოში. საჩურის მიხედვით ეს წვრილი შრიფტით დაწერილი ტექსტი მომხმარებელს ანიჭებდა არა ექსკლუზიურ, არა გადაცემად, არა სუბლიცენზირებად, შეზღუდულ ლიცენზიას კონტენტზე წვდომისთვის, რომელიც მთლიანად Amazon-ის შეხედულებაზე იყო დამოკიდებული. ის შეიძლებოდა ნებისმიერ დროს გაეუქმებინათ ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე. რეინგოლდი გაბრაზებული იყო, რომ ბელა და ბულდოგების მეოთხე ტომი, რომელიც Amazon Prime Video-ზე $20 და 79 ცენტი გადაიხადა, მისი ბიბლიოთეკიდან გაქრაგაკ. ეხლა ბელა და ბულდოგები შეიძლება შენი საყვარელი სერიალი არ იყოს, მაგრამ თუ არის არ განგსჯი. მაგრამ მათთვის, ვისაც დაუნტონის სააბატო უყვარდა, იმ ადამიანებისთვის, ვინც 2010-დან 2014 წლამდე კარგი ფული გადაიხადა, რომ ბრიტანული არისტოკრატიული ტანჯვის ნაწილი საკუთრებაში ქონოდა, 2024 წლისთვის თქვენს ბიბლიოთეკაშიც ეს სერიალი გაქრა. იგივე პრინციპი მეორდება ისევ და ისევ ისე, რომ ხალხი ამას ვერც კი ამჩნევს. სარჩელში აღწერილია განსხვავება იმაზე, რასაც Amazon-ი რეკლამირებს და იმაზე, რასაც რეალურად ყიდის, ისეთი სიზუსტით, რომ ეს დამანგრეველია. შეძენამდე 10 ეტაპზე მომხმარებელს არ აფრთხილებენ მარტივი ენით, რომ ის ყიდულობს მხოლოდ ლიცენზიას, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება გაუუქმონ. ეს არ არის Amazon-ის პირველი შემთხვევა, როცა ის ამ არგუმენტს სასამართლოში იცავს. 2021 წელს მსგავსი კოლექტიური სარჩელი ამტკიცებდა, რომ Amazon-მა მომხმარებლები მოატყუა, როდესაც წარმოაჩინა თითქოს ციფრულ კონტენტს ყიდიდა მაშინ, როცა რეალურად მხოლოდ ლიცენზიას გასცემდა. კომპანიის დაცვა გამორჩეული იყო. Amazon-ის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ სიტყვა ტყიდვა არ გულისხმობს მუდმივ საკუთრებას. მათ პირდაპირ Webster-ის ლექსიკონიდან ციტირებით აღნიშნეს, რომ ეს უბრალოდ ნიშნავს ჩვენი სერვისებით სარგებლობის უფლებას გადახდის შემდეგ. მოსაჩელეებმა უპასუხეს, რომ გონივრული მომხმარებელი თვლის, როდესაც დააჯერს ღილაკს ყიდვა, ის ხდება მფლობელი თუ არ დააბრუნებს ან სხვაგვარად არ განკარგავს საქონელს. შემდეგ მათ დაამატეს, რომ რაც მიიღეს, იყო შეზღუდული ლიცენზია, რომელსაც Amazon-ი ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მიზეზით შეიძლება გაუქმოს. სასამართლომ უარი თქვა საქმის სრულად შეწყვეტაზე და დაადგინა, რომ შესაძლებელია სიტყვა ყიდვა გონივრულ მომხმარებელს შეცდომაში შეიყვანოს. Amazon-მა ამ გადაწყვეტილებას ყურადღება არ მიაქცია და ღილაკი ზუსტად იმავე ადგილას დატოვა. შემდეგ კალიფორნიამ თამაშის წესები შეცვალა. ასამბლეის კანონპროექტი 2426 ძალაში შევიდა 2025 წლის 1 იანვრიდან. იურიდიულად ეს იგივეა, რაც გველის ზეთის გამყიდველებისთვის დაევალოთ, რომ ბოთლზე დიდი ასოებით 40 პუნქტიანი შრიფტით დაწერონ. ეს არ არის მედიკამენტი, ისე თვალსაჩინოდ, რომ ვერც ერთი გონივრული ადამიანი ვერ გამოტოვებს. კანონი კომპანიებს უკრძალავს ციფრული ტრანზაქციების რეკლამირებას, როგორც შეძენას, ან ისეთი სიტყვების გამოყენებას, როგორიცაა იყიდე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ორი პირობიდან ერთ-ერთი სრულდება. ან მომხმარებელი იღებს შეუზღუდავ საკუთრებას, ან ისინი აშკარად აღიარებენ, რომ იღებენ გაუქმებად ლიცენზიას. Amazon-ი არც ერთ არ აკეთებს. სასამართლო სარჩელი ასევე მიუთითებს კონკრეტულ სცენარზე, რომელიც თითქოს თეორიულად აჯრებს, მაგრამ სრულიად რეალურია. თქვაც, Amazon-ზე ბარბისა და ოპენჰაიმერისთვის $40 გადაიხადეთ. ბარბენჰაიმერის ორმაგი ჩვენება, 2023 წლის კულტურული მოვლენა. ერთ დილას იღვიძებთ. Amazon-ს ლიცენზირების შეთანხმება ეკარგება და თქვენი ბარბენჰაიმერის შაბათ-კვირა უბრალოდ გაქრება. სასამართლომ თავისი სიტყვებით აღიარა, რომ ასეთ სიტუაციაში მომხმარებელს შეიძლება ცოტა გააბრაზდეს, ან სულაც აფეთქდეს. სასამართლომ სიტყვა ბირთვული გამოიყენა სამართლებრივ დოკუმენტში, რომელიც სტრიმინგის ლიცენზიას ეხებოდა. აი, რამდენად აბსურდული გახდა ეს ყველაფერი. Amazon-ი იმაზე დებს ფსონს, რომ თქვენ არ წაგიკითხავთ მათი მომსახურების პირობების მე-11 გვერდი. იმაზე დებს ფსონს, რომ თქვენ არ ყავთ იურისტი და წლების განმავლობაში ისინი მართალი იყვნენ. მესამე თავი, $1 ტრილიონიანი უკან დახევა. იმის გასაგებად, რატომ აკეთებს ამას Amazon-ი, უნდა ავხსნათ, საერთოდ ვინ არის Amazon-ი ვიდეო თამაშების სფეროში. ვიდეო თამაშების ინდუსტრიის ღირებულება $187 მილიარდ ადგენს. და 2012 წელს Amazon-მა გადაწყვიტა, რომ ამ სფეროში თავისი წილი უნდოდა. მათ 2014 წელს შეიძინეს Twitch-ი თითქმის $1 მილიარდ. საკმაოდ ჩვიანური ნაბიჯი.
2016 წელს მათ გამოაცხადეს 3 დიდი AAA თამაში. საკმაოდ ამბიციური იყო. შემდეგ კი ერთ-ერთი მათგანი Breakaway 2018 წელს გააუქმეს. შემდეგ კიდევ ერთი სახელად Crucible გამოვიდა 2020 წელს 6 წლიანი განვითარების და დაახლოებით 80 მილიონი დოლარის ინვესტიციის შემდეგ. ის იმდენად კატასტროფულად ცუდად მიიღეს, რომ Amazon-მა უბრალოდ არ დახურა, არამედ საერთოდ გააუქმა მისი გამოშვება. ის მხოლოდ 41 დღე იყო ხელმისაწვდომი. შეგიძლიათ უფასოდ გამოსცადოთ შემთხვევითი მედიტაციის აპლიკაცია, რომლის საცდელივად და უფრო დიდხანს გრძელდება ვიდრე Amazon-ის 80 მილიონიანი მთავარი თამაში. მასში. Crucible-ის გუნდი გადაიყვანეს სხვა პროექტზე, სახელად New World, რომელიც 2021 წელს გამოვიდა და თითქმის მილიონმა მოთამაშემ ერთდროულად ითამაშა, მაგრამ მაშინვე დაიწყო მათი დაკარგვა, რადგან ბაგები გროვდებოდა. თამაშის შიდა ეკონომიკა მოთამაშეების ექსპლოიტების გამო დაირღვა, ამიტომ Amazon-მა მთლიანად გამორთო ოქროს გადარიცხვები, რომ შეეჩერებინა დანაკარგი. ერთმა პაჩმა შემთხვევით ერთი იარაღი იმდენად ძლიერად გახადა, რომ მას გლობალურად გამორთვა მოუხდათ. სხვა პაჩმა კი ოქროს დუბლირება გამოიწვია. კაშობის დღეს ასევე გაუჭირდა ერთდროულად მოთამაშეთა რაოდენობის მართვა და 2 დღე დასჭირდა, რომ სერვერები სტანდარტზე აეყვანათ და მოლოდინის დრო შეემცირებინათ. ეს არის კომპანია, რომელიც მთელი ინტერნეტის მნიშვნელოვანი ნაწილის ღრუბლოვან ინფრასტრუქტურას მართავს. 2025 წლის ოქტომბერში კი სასტიკი საფასურის გადახდის დრო დადგა. Amazon-მა მთელ კომპანიაში 14000 სამუშაო ადგილი შეანცირა. თამაშების განყოფილებამ არაპროპორციულად დიდი წილი აიღო. სტუდიები დაიხურა. მათი ბეჭდების მბრძანებლის MMO 2019 წელს დაანონსდა, 2021-ში გაუქმდა, 2023-ში აღდგა და შემდეგ ჩუმად შეწყვიტეს მის შესახებ საუბარი. და Amazon Luna პლატფორმა, რომელიც ყველაფრის გაერთიანებას უნდა ემსახურებოდა, უკან დაიხია. ყველაზე ნაკლებად რისკიან ვარიანტზე გადავიდა. შერჩეული სააბონენტო ბიბლიოთეკა. აღარ იყო ინდივიდუალური შესყიდვები, არც მესამე მხარის მაღაზიები, მხოლოდ კონტროლირებადი კატალოგი. დიახ, Luna ვითარდება. Amazon სიამოვნებით მიიღებს თქვენს 9.99 თვეში Luna პრემიუმზე. უბრალოდ ვეღარ იკიდით არაფერს, ვეღარ დააკავშირებთ არაფერს და ვეღარ ფხორფლობთ არაფერს. თქვენ მიიღებთ იმ თამაშებს, რომელთა დამატებასაც Amazon გადაწყვეტს კატალოგში და იმდენ ხანს, რამდენსაც ისინი გადაწყვეტენ იქ დატოვებას. Amazon-ს გონია, რომ ეს უკეთ ემსახურება მოთამაშეებს, მაგრამ მოთამაშეები უფრო ჭკვიანები არიან. 10 წლეულის და მილიარდების თამაშებში წარუმატებლად დახარჯვის შემდეგ Amazon-მა თავიდან აატყო Amazon Luna ისე, რომ მათთვის არანაირი პასუხისგებლობა, არანაირი საკუთრება და არანაირი რისკი აღარ არსებობს. როგორც ყოველთვის რისკი მოხერხებულად გადმოიტანეს თქვენზე. მეოთხე თავი, ჩაკეტილი ბაღის მახე. ბევრი Luna-ს მომხმარებლისთვის მესამე მხარის მაღაზიის საშუალებით თამაშებზე წვდომის გადაწყვეტა სრულიად უსარგებლოა. Luna-ს მთავარი იდეა მიზეზი, რის გამოც ხალხი მას PlayStation-ს ან სათამაშო კომპიუტერს ამჯობინებდა, იყო ის, რომ აპარატურა არ სჭირდებოდა. ინტერნეტ კავშირი და ეკრანი, რომელიც უკვე ჰქონდა, საკმარისი იყო და სწორედ ეს იყო მთავარი. ასე რომ, როცა Amazon-ი ამბობს არ ინერვიულო, თამაშებს EA App-ის საშუალებით მაინც ითამაშებ. სინამდვილეში გეუბნებიან, წადი და სათამაშო კომპიუტერი იყიდე. კი ხაროდა, რომ შენი ავტობუსის კომპანია სამსახურში მისასვლელ მარშრუტს გააუქმებდა და შემდეგ თავაზიანად გირჩევდა თავად წასულიყავი მანქანით სამსახურში. შენახული მონაცემების საკითხი ამას კიდევ უფრო პირადულს ხდის. ყოველი საათი, რომელიც Luna-ზე თამაში გაატარებ, ყოველი დასრულებული მისია, ყოველი გაღახსნილი სკინი, ყოველი დიდი წვალებით აყვანილი პერსონაჟი Amazon-ის სერვერებზე რჩება. 10 ივნისის შემდეგ გაქვს 90 დღე, რომ ჩამოტვირთო ისინი. Amazon-ის მხარდაჭერის გვერდიც კი გაფრთხილებს თავსებადობის პრობლემებზე. ჩამოტვირთული ფაილები შეიძლება სხვაგან არ იმუშაოს. შენი პროგრესი შეიძლება უბრალოდ სუვენირი აღმოჩნდეს. ეს არის ჩაკეტილი ბაღი თავის ყველაზე სუფთა ფორმაში. დახურული პლატფორმის ეკოსისტემა, რომელიც ისეაში ჩემნილი, ისეა შექმნილი, რომ საკმარისად მოსახერხებელი იყოს შენს შესაძლებლად და თანაც იმდენად მოუხერხებელი, რომ გასვლას გადაგაფიქრებინებს. ღრუბლოვანი შენახვები, რომლებიც ვერ გადადის სხვა პლატფორმაზე და შენაძენები, რომლებიც ერთ პლატფორმას არის მიბმული. ბიბლიოთეკა თავიდანვე არასოდეს იყო ნამდვილად შენი. Luna კი არც პირველი შემთხვევა, როცა Amazon-ი ამ თამაშს თამაშობს. 2025 წლის თებერვალში Amazon-მა ჩუმად ამოიღო Kindle-ის პლატფორმიდან ჩამოტვირთვისა და USB-ით გადატანის ფუნქცია. წლების განმავლობაში ეს ფუნქცია Kindle-ის კითხველებს საშუალებას აძლევდა შეძენილი ელექტრონული წიგნების ლოკალური ასლი პირდაპირ კომპიუტერში ჩამოეტვირთათ. ეს ფუნქცია შეიძლებოდა გამოყენებულიყო როგორც სარეზერვო ასლი, დამძლოვი ვარიანტი. მტკიცებულება იმისა, რომ თქვენ მიერ შეძენილი ნივთი არსებობდა Amazon-ის სერვერების გარდა სხვაგანაც. ეს ფუნქციაც უხმაუროდ მოიხსნა და მხარდაჭერის გვერდის განახლებაში დაიმალა, რომელსაც უმეტესობა არც კი კითხულობდა, სანამ რამდენიმე ენთუზიასტმა ეს ამბავი არ გაავრცელა და ვირუსულად არ აქცია. Amazon-ის ოფიციალური განმარტება იყო, რომ ეს ფუნქცია ბევრს არ იყენებდა, ხოლო ვინც იყენებდა, ისინი ელექტრონული წიგნების მეკობრეობისთვის იყენებდნენ, რაც საკმაოდ უცნაური ახსნა. აქ მთავარი დაშვებაა, რომ თუ შენ გინდა შენს მიერ შეძენილი რამის ლოკალური ასლი,
ალბათ კრიმინალი ხარ. რეაქცია იმდენად ძლიერი იყო, რომ Amazon 2026 წლის დასაწყისში ნაწილობრივ შეცვალა თავისი გადაწყვეტილება. მან გამოაცხადა, რომ ელექტრონული წიგნების ჩამოტვირთვა შესაძლებელი იქნებოდა EPUB ფაილების სახით, მაგრამ მხოლოდ იმ სათაურებისთვის, სადაც გამომცემლები პირდაპირ უარს იტყვიან DRM დაცვის გამოყენებაზე. უმეტესობა მსხვილი გამომცემლების ამას არ გააკეთებს, ასე რომ პრაქტიკაში ეს ცვლილება მხოლოდ ბიბლიოთეკის მცირე ნაწილს შეეხება. შემდეგ სულ რამდენიმე კვირით ადრე ლუნას განცხადებამდე Amazon-მა გამოაცხადა, რომ 12 Kindle-ის მოდელი 2026 წლის 20 მაისიდან სრულად დაკარგავს ახალი წიგნების შეძენის, ჩამოტვირთვის ან ცესხების შესაძლებლობას. მოწყობილობები ისევ მუშაობს, უბრალოდ მაღაზიაზე წვდომა აღარ ექნებათ. ორი პროდუქტი, ორი ეკოსისტემა და იგივე სქემა. ამ შემთხვევაში ლუნა ანომალია კი არა, ჩვევა. ეხლა კითხვა ისაა, გააკეთებს თუ არა ვინმე რეალური ძალაუფლების მქონე ამაზე რამეს. მეხუთე თავი, ციფრული უფლებათა ბილი. კარგი ამბავი ისაა, რომ რაღაც იცვლება. Amazon-ის მოტყუებით შედგენილმა მომსახურების პირობებმა, ლიცენზირების შეთანხმებებმა და კიდვის ღილაკმა, რომელსაც რეალურად არაფერი ნიშნავს, ამ ყველაფრის შესაძლებლობა შეშექმნა. და ეს სისტემა ახლა ყველაზე კოორდინირებულ სამართლებრივ და საკანონმდებლო გამოწვევას აწყდება, რაც კი ოდესმე უნახავს. და ეს ყველაფერი დაიწყო თამაშით სახელად Decru. 2024 წლის მარტში Ubisoft-მა გამორთო სერვერები Decru-სთვის, რომელიც 2014 წელს გამოვიდა და რბოლის ჟანრის თამაშია. ამ ქმედებამ ყველა შეძენილი ასლი სამუდამოდ სათამაშო დუვარგისად აქცია. მათ შეეძლოთ გაეკეთებინათ პატჩი, გამოეშვათ ოფლაინ რეჟიმი, ან დაებრუნებინათ თანხა იმ ადამიანებისთვის, ვინც თამაში სპეციალურად მულტიპლეიერისთვის იყიდა. ამის ნაცვლად მომხმარებლებს შეახსენეს, რომ ისინი დათანხმდნენ პირობებს, რომლებიც სწორედ ამას ითვალისწინებდა. YouTuberi სახელად Ross Scott, რომელიც არხს სახელად Cursed Farms მართავს, გადაწყვიტა, რომ საკმარისი იყო. მან წამოიწყო მოძრაობა სახელად Stop Killing Games, მომხმარებელთა უფლებების კამპანია, რომელიც ითხოვს, რომ გამომცემლებს კანონით დაეკისროთ ვალდებულება, წინასწარ დაგეგმონ რა ბედი ეწევა თამაშს, როცა მის მიტოვებას გადაწყვეტენ. ისინი არ ითხოვენ მარადიულ სერვერულ მხარდაჭერას ან შეწყვეტილი თამაშების ხელახლა ამუშავებას. მოთამაშეებისადმი ელემენტარული ვალდებულებაც კი საკმარისი იქნებოდა. თუ ვინმეს თამაშს ხიდი, უნდა დაუტოვო საშუალება, რომ თამაშის გაგრძელება შეძლოს, მას შემდეგაც რაც შენ მასზე უარს იტყვი. ამას მოხდა სახალხო მოძრაობის ისეთი ტალღა, რომელიც კორპორაციულ იურისტებს ძილს უკარგავს. ევროპული მოქალაქეთა ინიციატივა თამაშების მოკლის შეჩერება, რომელსაც შემდეგში დაარქვეს ვიდეო თამაშების განადგურების შეჩერება, გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად 1,29 მილიონზე მეტ დამოწმებულ ხელმოწერას გადააჭარბა. ამ რაოდენობამ გადააჭარბა 1 მილიონიან ზვარს, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ევროპის კომისიას ოფიციალურად მოუწიოს პასუხისგაცემა. 2021 წლის 16 აპრილს Ross Scott-ი წარსდგა ევროპარლამენტის წინაშე, სადაც მისმა გუნდმა წარმოადგინა მონაცემები დაახლოებით 1100 თამაშზე, რომლებიც ოფიციალური მხარდაჭერის დასრულების შემდეგ სამუდამოდ მიუწვდომელი გახდა. მათ მაგალითად მოიყვანეს Concord და T-Crew. მოსმენა ყველა შეფასებით გამორჩეული იყო. ევროპარლამენტმა ინიციატივას მხარდაჭერა გამოუცხადა. ევროპული კომისიის წარმომადგენელი, როგორც ერთ-ერთმა ორგანიზატორმა აღნიშნა, საკმაოდ პოზიტიური იყო. ერთმა კონსულტანტმა აღნიშნა, რომ 20 წლის წინ შექმნილი თამაშები ტექნიკურად ჯერ კიდევ მუშაობს, რაც ნიშნავს, რომ მომხმარებლებს არ უნდა ეკარგებოდეთ წვდომა იმ პროდუქტებზე, რომელთაც ფული გადაუხადეს. ტექნიმიზაგური მიზეზის გამო კი არა, მხოლოდ იურიდიული მიზეზით. იმპულსი ახლა ბრიუსელს გასცდა. Stop Killing Games-მა უკვე დაარსა არასამთავრობო ორგანიზაციები, როგორც ევროკავშირში, ასევე შეერთებულ შტატებში. ის კალიფორნიის კანონმდებლებსაც აძლევს რჩევებს. ის დიალოგშია დიდი ბრიტანეთის კულტურის, მედიისა და სპორტის დეპარტამენტთან. Ross Scott-მა, რომელიც 2026 წლის დასაწყისში მოძრაობის მდგომარეობაზე საუბრობდა, იგრძნო, რომ გამარჯვება შეუძლებელი არ იყო. ნებისმიერი მნიშვნელოვანი საზომით ეს არის ყველაზე დიდი ორგანიზებული მომხმარებელთა აჯანყება ციფრული ლიცენზირების პრაქტიკის წინააღმდეგ ინტერნეტის ისტორიაში. შეერთებულ შტატებში კალიფორნიის AB 2426, რომელიც უკვე ძალაშია, უკვე წარმოადგენს ლიზა რეინგოლდის სარჩელის სამართლებრივ საფუძველს Amazon-ის წინააღმდეგ. თუ ეს საქმე გადარჩება, თუ ის სასამართლომდე მივა და წარმატებით დასრულდება, ეს მხოლოდ Prime Video-ზე ფილმების შეძენას არ შეეხება. ეს შექმნის პრეცედენტს, რომელიც შეცვლის იმას, თუ როგორ ასახელებს და ბაზარზე წარადგენს თავის პროდუქტებს ამერიკაში ყველა ციფრული მაღაზია. Amazon-ი კი თავის მხრივ გეგმას მიყვება. აქ განსაკუთრებული კორპორატიული თავდაჯერებულობა ჩანს. ეს არის იმ ორგანიზაციის თავდაჯერებულობა, რომელმაც საკუთარი მომსახურების პირობები წაიკითხა, დაადასტურა, რომ იქ წერია ის, რაც სჭირდება და დაადგინა, რომ კანონი სულ მცირე ამ ეტაპზე ეთანხმება. 10 ივნისის ვადა უცვლელია, ამას არ შეცვლიან. ანაზღაურების პოლიტიკა უცვლელია. შენახული მონაცემების ვადაც უცვლელია. მაგრამ Amazon-ის იურიდიულმა გუნდმა შეიძლება ბოლომდე არ გაითვალისწინა საზოგადოებრივი განწყობის ცვლილება. როცა ეს კანონმდებლობად იქცევა, ის როგორც წესი უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე კორპორატიული სტრატეგია. AB 2426 2 წლის წინ არ არსებობდა. ზუსტად ისე როგორც Stop Killing Games EU პეტიციას 2 წლის წინ მილიონი ხელმოწერა არ ჰქონდა. Raskari 2 წლის წინ ევროპარლამენტის წინ არ იდგა. ამ ცვლილების სისწრაფე არის მთავარი ამბავი. ზუსტად ის მომენტი, როცა საკმარისმა ადამიანმა გაიგო, რას ნიშნავს ციფრული საკუთრება და გადაწყვიტა, რომ ამას აღარ შეეგუებოდა. და Amazon-ი
2021 წლის აპრილისთვის 14000 სამუშაო ადგილი გაუქმდა. ლუნას შეძენილი ბიბლიოთეკა წაშლილი იყო. ასობით მილიონი პრაიმ გამომწერი დაკარგა Riot Games-ის ბონუსები, ხოლო კოლექტიური სარჩელები ფედერალურ სასამართლოში გროდებოდა. მიუხედავად ამისა, ოფიციალური განცხადებები უცვლელი დარჩა. ეს გადაწყვეტილებები მიიღება იმისთვის, რომ უკეთ მოემსახურონ მათ მოთამაშეებს. თუ Amazon-ი ამას დაუსჯელად გააკეთებს, მაშინ დედამიწაზე ყველა ციფრულ მაღაზიას პასუხი ექნება. ყიდვის ღილაკის დატოვება უსაფრთხო. იურიდიული პასუხისმგებლობა არასდროს დადგება, ხოლო მომხმარებლები ზარალს ყოველ ჯერზე საკუთარ თავზე აიღებენ. ყოველი შენახული მონაცემი, ყოველი დოლარი, რომელიც პროდუქტში დახარჯე, რომელიც გეგონა რომ გეკუთვნოდა, ეხლა იმავე იურიდიულ საფუძველზე დგას, რომელსაც Amazon-ი იყენებს იმის გასამართლებლად, რომ შენგან ეს ყველაფერი წაგართვას. გვეტყოდნენ, რომ უნდა გვედარდა ჩვენი ფიზიკური მედიის თაროების, დისკებისა და კარტრიჯების ბიბლიოთეკების დაკარგვა, იმ ნივთების, რომლებიც ნამდვილად ჩვენ გვეკუთვნოდა, რადგან შეუქცევა და გვიყიდეთ ისინი. დღეს მხოლოდ ლიცენზია და ტრილიონ-დოლარიანი კომპანია ფედერალურ სასამართლოში ამტკიცებს, რომ შენ ეს თავიდანვე იცოდ. მაგრამ საკუთრების დაკარგვა ერთადერთი გზა არ არის, რომლითაც ინდუსტრია თავის მოთამაშეებს აშორებს. ეს ასევე ხდება თამაშების შექმნის პროცესშიც, სადაც გადაწყვეტილებებს სულ უფრო მეტად ეფექტურობა განსაზღვრავს და არა ოსტატობა. გაიგეთ ნამდვილი ამბავი ვიდეოში Ubisoft-მა AI ნაგავზე დადობს Sony. ეხლა ისინი განადგურებულები არიან. ან უყურეთ ამ ვიდეოს ამის ნაცვლად.